რა გემრიელი რაღაც არის. დიდი ხანი ასე გემრიელად არ მიჭამია. რაღაცეები ჰქონია ბუნკერში. მასვი მაჭამე მაძინე. მატყნაურე და მაცინე. თუ კიდე რამე მოგთხოვო, თუ დედის ტრაკი მაგინე. გაიღვიცი? ძილით უკვე გეძინა. მეც კარგად გიახელით. ეხლა უკვე მესამე პუნქტი შეერია. 1 2 3 1 2 3 1 2 3 ახლა კარგად გავერთობი და მერე მონების ბაზარზე გაკრიტი. პიტაუჭი რაინახე როგორ კვახევით გავუსკა და რაშურები შეჩემო ტყუებს რაში ხარჯო ვაჭრები ყოს დასაყაჩაღებელია გენც რა შეიარაღებულები იყვნენ მერე სად მითიხარ რითი უნდა ებრძოლო ტრაკი უნდა მეუშვირო კარგი რა არის ჟარა გამიტრაკე საქმე გზასთან მინიმუმ შუა დღისკენ იქნებიან ეკვაჭრები და მანამდე ჭამა არ გინდა საჯაგონილა ყაჩაღობამ ხიერ კუჭაზე თან ნახე რა კარგი სუნი დგას უეჭველი საჭმელი აქვს თამათა მიიხედ მოიხედეთ აბა ერთი დაიცად ამას რა უყოთ აკრუწევს გაკოჭილი ეგდოს რა სისხლის სუნზე მოვლა მხეცები და შეჭამენ თუ ბედიავს კიდე გადარჩება თუმცა ამას რა ბედი უნდა კონდეს 2 წუთის წინ ბებერმა კაცმა კინაღამ გააუპატიურო მაშინ არაფერი პირადული ძმა უბრალოდ ესეთი დრო არა Roberto, Rajek Modida Beta. Toichak is Konitsa Tchalia. გაიღვიცე, მე კი გამქვია, ზოგი ქემელას, ან კვაზიმოდოს მეძახის. უფესტურად მეძახოდნენ. ხვდები ალბათ რატომაც. შენ რა გქვია? ხო, დამავიწყდა. ალბათ ჯერ აზე ვერ მოდიხარ, დრო გჭირდება. ისე, კარგად დავუბეგვი ხარ ვიღაცაზე. ზოგადად ხორცს უხდება დაბეგვა. აი მაგალითად, კორეაში ძაღლს ტომარაში სვამენ და სანამ ცოცხალია კომბლებით ბეგვავენ. კაპილარები და სისხლძარღვები უწყდება და ხორცი სისხლებით იჭხინთება. და თან რბილდება, ძალიან გემრიელი გამოდის. მარტო ძაღლი არა, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით ღორის, ადამიანის, თუმცა ერთი ნაკლი აქვს. მას ეთი ხორცი უფრო მალე ფუჭდება. მაცივარი თუ არა გაქვს. გამიხსენი ხელფეხი არ მომკლა გეხვეწებით გთხოვ გამიხსენი ხელფეხი შემანიაკო გაგა თავისუფლო და კიდევ რამე ხომ არ გესიამოვნებოდა ვისკიც ხომ არ მოგართვათ ბატონო და ვიქტორია სეკრეტის მოდელები ისე თავისუფლება როგორ მოგწონს ყველა ახალგაზრდობილს უსავა ამ შეკითხვას აი ნამდვილი თავისუფლება ხომ გესმის არანაირი საზღვრები, არც სახელმწიფო და არც მორალური. დიდი გაწმენდის დღემდე ძალიან ვიტანჯებოდი. თავის მოკლასაც ვაპირებდი, მაგრამ უეცრად საგანად და სოფლიო ერთ წამში ჩამოიჩალა. მეორე სუნთქვა გამეხსნა. არავინ მეუბნება, გიგა, ლეკვებს ნუ ხოცავ. გიგა, ჩიტებს ტრაქში ასაფეთქებელს ნუ უკეთებ. გიგა, გადის ჭამა არ შეიძლება. გიგა, ექიმებს დაურეკავთ. ავადმყოფი ხალხით იყო სავსე სამყარო. კურდღლები საჭმელია და კატა ადამიანის მეგობარი. ზაზუნა საყვარელი და ვირთხა საზიზღრობა. ამას მხოლოდ ავადმყოფით მოიფიქრებდა. არა და რომ გაატყავე. ყველაფერი ერთნაირად გამოიყურება. ყველაფერს ერთნაირი გემოა. რა გემრიელია ხორცი? გემრიელია რა ხორცი შენაბოზარო
ვისი მოკლა და შეჭმა გინდოდა? მოყდი შეახლა. ბრ ჰო კიდო ჰო გიჩო ჰო რომეილ ხარ მანდა ფოთხალი ხარ ბჭო წყალი დამალევინე. წყლის მეტი რა მაქვს შეკაცო მოდი პირდაპირ თავი დამომაგ ეს რა არის ეტრელში ბავშვები ყავს შებმული. შეც კაი გიჟი ხარ მე მგონი. რა იყო გუშინ ხوار დაიბადე ასპულოიდებს პირველად იხედავ ახალი გამოყვანილი ხელოვნური ჯიშია ვირივი ჯანია ბავშვები არა ისეთი მე დახმარებას აქ და შენ კიდე გისმეძახი აბა უმადური არა ხარ მოიცადე. იმდენი რამე გადამხდა. ცოცხალი ძლივს გადავჭი. ბოდიში ძმა რამე თუ გაწყენინებ. ახლა უკვე მართლა მაშინებ რა იყო რა თუში ჩეკი სადაც ვიმე გადარჩა ქალაქები და არსა და ახლა სადაც მიდივარ თავისუფლების ქალაქი ქვია წამოყევი თუ გინდა წაგიყვან ზუსტად წყალი მიმოქვს ამ ქალაქში დროზე თუ არ წავედით აქედან დაგვაღამდება თავზე და დაგვიჭერენ ბრადიაგები მერე სიკვდილიც ანატრებელი გაგიხდება დროზე ამოდი ეტალზე და წავედით აქედან გამარჯობა მეგობრებო დიდი ინტერესის გამო გადავწყვიტეთ მეორე სერიის რაღაც ნაწილის ატვირთვა. არ გვინდოდა სერიალის მეორე ნაწილის გამოქვეყნება, რადგან ამჟამად არ შეგვიძლია ასეთი მასშტაბის პროექტის კეთება მწირი რესურსების გამო. ამ არხის შექმნის მთავარი მიზანი და სურვილი იყო ზუსტად სერიალის გაკეთება, რისი სურვილიც დიდი ხანი გქონდა. თუმცა სურვილები და შესაძლებლობები ყოველთვის ვერ ემთხვევა ერთმანეთს. რა თქმა უნდა, სერიალის კეთების სურვილი კვლავ გვაქვს, მაგრამ ამისათვის საჭიროა მაყურებლის მხრიდან აქტიურობა. არხის გამოწერა და აქტივობის შექმნა საკმაოდ დიდ როლს თამაშობს YouTube-ისთვის და შესაბამისად ეს აისახება ჩვენზეც, არხის შემქმნელებზე. ანიმაციური პროექტები კოლოსალურ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი მხრიდან ვერ შეგპირდებით, რომ პატარა ინტერვალებით დაიდება მსგავსი სირთულის ვიდეოები, მაგრამ თქვენი აქტივობა არხზე ნიშნავს იმას, რომ პროექტი გაგრძელდება სერიალის სახით. გმადლობთ ყურადღებისთვის.